მოგესალმებით. ამ ვიდეოში გთავაზობთ ვერძებისათვის 2025 წლის ტარო პროგნოზს. ნახავთ, როგორ იქნება თქვენთვის ამ წლის ფინანსური მდგომარეობა, სასიყვარულო ამბავი როგორ განვითარდება თქვენთვის 25 წელს და ასევე ზოგადი ფონი და ტაროს რჩევა. დავიწყოთ ფინანსებით. 2025 წელს ვერძებო თქვენ შესაძლებელია გქონდეთ გარკვეული გამოწვევა ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ იქნებით ძალიან მიზანდასახული, მუდმივად გემახსოვრებათ თუ რა მიზანი გაქვთ, რას გინდათ მიაღწიოთ. რაღაც მომენტში თქვენ შესაძლებელია იგრძნოთ, რომ ცოტა დაიღალეთ, ცოტა ენერგია აღარ გაქვთ, ძალა აღარ გაქვთ, რესურსი აღარ გაქვთ, მაგრამ სწორედ აი ამ დროს უნდა იყოთ ძალიან გამბედავი, ძალიან ლოგიკური, ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ, უნდა იყოთ უშიშარი. კიდევ ერთხელ უნდა შეაფასოთ თქვენი რესურსები, თქვენი კონკურენტები. შესაძლებელია ისეთი სიტუაცია იყოს, სადაც მოგიწიოთ გარკვეული პატარა ბრძოლა, პატარა კონკურენციაში შესვლა და აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თავით შეაფასოთ ძალიან კარგად თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და იმის მიხედვით იმოქმედოთ. და ამავდროულად შეაფასოთ თქვენი მეტოქე. თუ არის ეს მეტოქე ძალიან ძლიერი, მაშინ უნდა გქონდეთ საკმარისი გამბედაობა და გონიერება იმისათვის, რომ გამოეცალოთ ამ სიტუაციას, ხო? ან მეორეს მხრივ თუ დაინახავთ, რომ თქვენ ძალას შეგწევთ და თქვენ გაქვთ სიძლიერე საკმარისი იმისთვის, რომ ამ კონკურენციაში შეხვიდეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეხვიდეთ. ანუ სიტუაცია უნდა შეაფასოთ ძალიან კარგად, თქვენი რესურსები უნდა შეაფასოთ ძალიან კარგად. როდესაც რაღაცა გამოწვევა იქნება, არ უნდა დანებდეთ მარტივად, არამედ უნდა აღივსოთ შემართებით, უნდა იყოთ ძალიან ლოგიკური, თანმიმდევრული, ძალიან ცივი გონებით უნდა იაზროვნოთ და არ უნდა აყვეთ ზედმეტ ემოციებს. ყველა თქვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან ლოგიკური, ძალიან ესეთი გამჭრიახი, ცივი გონებით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. არ უნდა შეიმჩნიოთ შიში, ღელვა და ესეთი როგორი ქალბატონიც აი აქ არის გამოსახული, ცივი, ლოგიკური, თანმიმდევრული, შორსჭრეტელი. აი ესე უნდა მიიღოთ ამ ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ან ეს შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ ასეთი ადამიანი, ასეთი ქალბატონი ან ასეთი პიროვნება შესაძლებელია არსებობდეს თქვენს ცხოვრებაში და მისი როლი იქნება ფინანსებთან დაკავშირებით ძალიან დიდი ამ წლის მანძილზე. გადავიდეთ ახლა პირად ცხოვრებაზე. ნახოთ რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში. მინდა გითხრათ, რომ პირად ცხოვრებაში იქნება ძალიან საინტერესო წელი თქვენთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნება გარკვეული სახის ცვლილებები და ტრანსფორმაცია. ძალიან სამართლიანად დაალაგდება თქვენი პირადი ამ წელს. ეს რასაკვირველია, ყველასთვის არ იქნება აქტუალური, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთი ვერძების შემთხვევაში ადგილი ქონდა სასიყვარულო სამკუთხედს, ან თქვენ იყავით რაღაც არჩევანის წინაშე იდექით თქვენ, ან თქვენი პარტნიორი იყო ასეთი არჩევანის წინაშე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარმული წელი იქნება თქვენთვის და თქვენს პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც იქნება სამართლიანი. სამყაროსეული სამართლის მიხედვით, უზენაესი სამართლის მიხედვით, ანუ კარმულად არის მოსავლის აღების წელი, ასე ვთქვათ, რაც დათესეთ, იმას მოიმკით. როგორც იქცეოდის, ზუსტად ისე განვითარდება მოვლენები თქვენს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობაში. ეს შესაძლებელია ნიშნავდეს ფიზიკურად სასამართლო პროცესის გამართვასაც და აი ამ სასამართლოზე ყველაფერი გადაწყდება სამართლიანად. ანუ როგორც იმსახურებდით, ისე გადაწყდება თქვენც და თქვენი პარტნიორიც როგორც იმსახურებდა, სწორედ ესე განვითარდება მოვლენები. ეს შეიძლება იყოს, როგორც გითხარით, ესე ცხოვრებისეული სამართალი, ან მართლა ნამდვილად ფიზიკური სასამართლო პროცესი გაიმართება. ყველა ვარიანტში სამართალი აღსრულდება.
უზენაესი სამართალი აღსრულდება და რაც დაიმსახურეთ, ზუსტად ისეთი პირადი ცხოვრება გექნებათ. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიახლე, ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, როდესაც სამართლიანი გადაწყვეტილებები ჟღერდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს რასაკვირველია, ასოცირდება ძალიან დიდ მნიშვნელოვან მოვლენასთან, ხომ ასეა. მოკლედ ესეთი ტრანსფორმაციული წელი გელოდებათ სიყვარულში, ვერძებს და ახლა ვნახოთ ზოგადი ფონი და ტაროს რჩევა. კიდევ ერთხელ ამოვიდა ტრანსფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დასრულდება. დიდი ალბათობით წინა კარტებიდან გამომდინარე, ეს ამ ეტაპის დასასრული შეეხება პირად ურთიერთობას და სასიყვარულო ცხოვრებას, თუმცა შესაძლებელია სხვა სფეროებში, ცხოვრებაში იყოს მოხდეს ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, რაღაც დასრულდეს და რაღაც ახალი დაიწყოს. რაღაცის დასასრული აუცილებლად ნიშნავს ახლის დასაწყის და სწორედ ესე დაალაგდა თქვენთან ტაროც. რაღაც ეტაპი დასრულდება, რაღაც ამბავი დასრულდება თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ამ ტრანსფორმაციისთვის მზად ხართ. თქვენ გრძნობთ, რომ ესე მოხდებოდა. ეს არ იქნება ესეთი მოულოდნელი და შოკის მომგვრელი. შეიძლება იყოს ემოციურად შოკის მომგვრელი, მაგრამ არ გაგიკვირდებათ, რომ რაღაცა მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. თითქოს გაცნობიერებულად თუ არა შინაგანად ამას გრძნობდით და იმზადებოდით. და აი ამის დასასრულის შემდეგ, ტრანსფორმაციის შემდეგ დაიწყება რაღაც ახალი ჩანასახი წამოვა თქვენში, რაღაცა ახალი ნაპერწკალი გაჩნდება, ახალი საწყისი, ახალი ენერგია, ახალი იდეა და ეს იდეა არავინ არ იცის რად იქცევა, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი ექნება ამ საწყის. თქვენ იგრძნობთ, რომ სიახლეების დროა, თქვენ იგრძნობთ, რომ გაქვთ ამისი ძალა, გაქვთ ამისი ენერგია, გაქვთ ამისი მუხტი, გექნებათ იდეა და ფიზიკური შესაძლებლობა, რომ რაღაცა ახალი დაიწყოთ და ხორცი შეასხათ თქვენს მიზნებს. სამყარო ამაში ხელში გიწყობთ და თქვენ უნდა გაითავისოთ ეს, რომ რაც დასასრულებელია, უნდა დასრულდეს და უნდა გაუშვათ ის, რაც გასაშვებია და ასევე სად უნდა იყოთ სიახლეებისათვის. თქვენ თუ ამას შეიგრძნობთ და წარსულს გამოემშვიდობებით და მოემზადებით სიახლეებისათვის, მერწმუნეთ შესაბამისად განვითარდება მოვლენები თქვენს ცხოვრებაში. გისურვებთ წარმატებებს, ძალიან დიდი მადლობა.